გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის სერგის ვლოგში მონაწილეობის მიღება და მე მინდა ეხლა გესაუბროთ სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მანქანაზე. ეს მანქანა არის, დღეს ჩვენი სტუმარი Nissan X-Trail, რომელიც არის უნიკალური მანქანა, რომელიც არის ულამაზესი მანქანა, დიზაინი არის შესანიშნავი, ასევე სალონი აქვს Perfecto, სასაული ლამაზი, მოკლედ თუ მიიღებს მონაწილეობას სილამაზის კონკურსში, ძალიან ბევრ გოგოს აჯობებს და შეიძლება პირველი ადგილის კი დაიკავოს, იმდენად ლამაზი სალონი აქვს რა. გარეთა ვიზუალიც არის შესანიშნავი, მოკლედ და წარმოგიდგენთ აი ესეთ იცით როგორი მანქანა არის? Bugatti ჯობია, Ferrari ჯობია, ნებისმიერ ჯიპს ჯობია გამავლობაში, კომფორტში, აბსოლუტურად ყველაფერში ჯობია, სასაული მანქანა არის მეგობრებო. შეგიძლიათ შეიძინოთ ამ მანქანას ყიდის ხოდაშორის ირაკლი ჩემი მეგობარი, ჩემი და სერგის მეგობარი არის. მისი ნომერი აქ დაეწერება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და შეიძინოთ ეს უნიკალური მანქანა. Სად გაიზარდა? ვინახათ, ვინ გაგაჩინა თქვენ საერთოდ? საიდან მოვიდა ეს კაცი? წინა ვლოგში ხო გავაგდებ, ბიჭო. ეს ვინ არის? ეს ხო აზრს რა ექსპერტი, ბიჭო. რა ექსპერტი არ დაგინახო აქ მეორედ მოსული, ბიჭო, ვინახარ შენ? რა Nissan-ის საუკეთესო მანქანა. დროზე დავაი ეხა აქედან ანცუი, ბიჭო და მაცადე. მართლა ვიდეოს ჩაწერე. ეს ვინ არის რა? გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. წინა ვლოგში ეს ადამიანი მე გავაგდებ, მოკლედ იმ ტერიტორიიდან, სადაც ჩვენ მუსტანგებზე ვიღებდით და ვწერდით ვიდეოს, მაგრამ რა ვიცი, საიდან გაიჩითა, მოკლედ ხო ვერ მოვიცილე რა, დამსდევს უკან რა და დღესაც აგერ მოვიდა. მოკლედ გავაგდე, აღარ გამოჩნდება, პირობას გაძლევთ ეგ ადამიანი მეორედ ამ ვლოგში მაინც ყოველ შემთხვევისას და მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ დღევანდელ ჩვენს ორ სტუმარ მანქანაზე. ერთი არის Subaru Outback-ი. რამოდენმე ვლოგის წინ ჩვენ გვაქვს ჩაწერილი და ვისაუბრეთ მის ექსტერიერზე, ვისაუბრეთ მის მონაცემებზე, მის შიდა ვიზუალზე, მოკლედ მის ბიუჯეტში 10-დან 10 ქულით შევაფასეთ, იმიტომ რომ არის მართლა ძალიან კარგი მანქანა და მშვენიერი მანქანა, რომელიც არის უნივერსალი, გამოგადგებათ საოჯახოდ, გამოგადგებათ თაში სასიარულოდ, თოვლი გინდათ, ყინვა გინდათ. მოკლედ ყველანაირად არის კარგი მანქანა, მისი ვიზუალი შეიძლება ბევრს არ მოწონდეს, მაგრამ მე პირადად თუ შემაგითხებით ვიზუალის კი მისი მით უმეტეს ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე არის საკმაოდ კარგი და ნორმალური. მე პირადად მისი ფორმები ძალიან მომწონს, ტევადობა აქვს ძალიან კარგი, გამომავლობა აქვს უნიკალური, ესე იგი სიმაღლე ამ მანქანას სადაც ეყოფა, აბსოლუტურად ყველგან შეუძლია რომ იაროს და ისიამოვნოთ, ის არის ძალიან კომფორტული. მე დღეს ორივე მანქანა ასე ვთქვათ გავტესტე სიარულში, აი როზი ხარ, იმდენად კომფორტული არის და ქსიამოვნებს ამ მანქანით სიარული რომ აი არ ვიცი, მოკლედ ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, ჩემს აზრს არის მართლა ძალიან მაგარი მანქანა და მშვენივრად არის. რაც შეეხება ეხლა დღევანდელ მეორე სტუმარს, Nissan X-Trail, რომლის წარმოება დაიწყო 2000 წელს, 2001 წლიდან უკვე ჩაეშვა ის გაყიდვებში. ნუ ახლა ვიცი ჩვენ რომ ეხლა Nissan-ი არ არის ხელწამოსაკრავი კომპანია, საკმაოდ კარგ მანქანებს აწარმოებს. ეს მანქანა არის გათვლილი საშუალო ფენაზე, უფრო არის ქალაქის მანქანა. მაგრამ იქენა გამომდინარე რომ ის არის 4x4-ზე შეგიძლიათ რომ ხანდახან ტრასის გვერდზეც გადაუხვიოთ ხოლმე. მშვენივრად დადის, მის კლასში არის ნორმალური მანქანა. 2-დან 0 არის კონკრეტულად ამ მანქანის ძრავის მოცულობა. მისი ცხენები არის 140 ცხენი. არის ასევე კიდევ 2 და 5 ძრავი, ნუ დიზელიც არის, მაგრამ მაგაზე ხარ ვსაუბრობ. არის ასევე 2 და 5 ძრავიანი, რომელსაც აქვს 165 ცხენი. Subaru-ს კონკრეტულად აი ამ მანქანას ეხლა წეგან რაზეც ვისაუბრე, 2 და 5 ძრავი არის მისი. მაგრამ ცხენი ძალა აქვს სამაგიეროდ მას 180. აქედან გამომდინარე შედარებაც კი არ შეიძლება, გინდა ძალაში, აღმართში, გამავლობაში, ყველამ კარგად ვიცით რომ მისი მოჭიდება, მისი ასე ვთქვათ ეს ბლოკირების სისტემა არის იმდენად დახვეწილი და კარგი რომ სოფლიოში არის ერთ-ერთი წამყვანი, მოკლედ Subaru აი ამ ამბებში. რაც შეეხება ამ მანქანას პრინციპში როგორც ეგან აღვნიშნე, არ არის ცუდი იმ ხრივ რომ ესეც უნივერსალი არის, მაგრამ რაც შეეხება ეხლა მის ვიზუალს აუცილებლად უნდა გითხრათ, აი ვისაც ეს მანქანა მოგწონთ, ამ მანქანის ვიზუალი მოგწონთ. აი ღმერთმა გაგიმარჯვოთ გემოვნებაში რა. მე პირადად აი ამ მანქანის არც ერთი წერტილი არ მომწონს. არც კარებები, არც ეს წინა და უკანა ფრთები, არც ბამპერს რო ვეძახით, გინდა წინა, გინდა უკანა, არც ფარები. მოკლედ, აი ჩემთვის ვიზუალურად ეს მანქანა არის
აი ნული მეგობრებო და გაჩვენებთ ეხლა მე თქვენ სალონს და ამ სალონზე აი პირველად რო დავჯექი დღეს ბოდიშით მაგრამ აი კაცი რომ მაგრად რო დალევს და ზედმეტი რომ მოვა და აი უკვე რო აი ყველაფერი რო ამოაქვს და ბოდიში და გული რო ერევა აი ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავი ისეთი საშინელი სალონი აქვს მოდი აქ ფუფ არ მინდა მოკლედ ხუმრობა იქეთ იყოს და პრინციპში მეგობრებო იმ ფასიდან გამომდინარე რა ფასიც ეს მანქანა ღირს არ არის ცუდი ქალაქის პირობებში მით უმეტეს შეგიძლიათ ძალიან კომფორტულად ბავშვები წაიყვანოთ სკოლაში წაიყვანოთ ბაღში სამსახურში წახვიდეთ მოხვიდეთ წვაც რო გითხრათ სიმართლე ამ მანქანას იქიდან გამომდინარე რომ არის 4x4-ზე Subaru-სავეთ ბევრს არ წვავს ამაში აქვს პლუსი რაც შეეხება სავარძლების ხარისხს აუცილებლად მინდა რომ ხაზი გაუსვა და ვთქვა რომ აი აქაც კი ესე იგი იმდენად ხარისხიანი ტყავი არის რომ აი ხელსაც რომ მოკიდებთ აი ბუნებრიობის შთაბეჭდილებას გვიტოვებს და ხარისხიანი არის ნამდვილად მისი ტყავი ასევე სალონიც რაც არის ეხლა რაღაცები არის პლასმასის რაღაცები არის მოკლედ ტყავის და ნორმალური არის ეხლა ნუ თუ შევადარებთ Subaru-ს პრინციპში სალონში რაღაც ისეთი დიდი განსხვავება ხარისხის არ არის უბრალოდ მოყვანილობა არის რაღაცა საშინელება და ჩემს გემოვნებაში ნამდვილად ამ მანქანის სალონი და შიდა ინტერიერი ვერ ჯდება. თუმცა ხარისხი ტყავის, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არის მართლა ძალიან კარგი. ასევე ამ მანქანაში ხვდებით ძალიან უჩვეულო რამეს, მაჩვენებლებს, რასაც ჩვენ დაჩეკებს ვეძახით, ვერ ხვდები უბრალოდ აქ რატო არის, რა უნდა, სიმახინჯია მოკლედ რა, არ ვიცი, სიმახინჯია. მოდი ახლა ჩვენ ვნახოთ ძრავი როგორი არის. ეს როგორი ხმა იყო? რა ხმა იყო ეგ არ ვიცი. მოკლედ ეს არის მეგობრებო ძრავი ამ მანქანის ვერ ხვდები ეს ძრავი რატო არის სადღაც იატაკზე დადებული შიგნით ჩაწეული დავარნილი ვიზუალი არ მომწონს მოყვანილობა არ მომწონს ადგილმდებარეობაც მისი ვერ გავიგე რაღაც გაუგებარ მდგომარეობაში არის მოკლედ ფულების დაწერა ამ მანქანაზე არ ვიცი მოკლედ რა ქულა უნდა დაუწერო შეფასებისას მე ხარ არა ვარ მანქანის ექსპერტი ზოგადად და უფრო ყოველთვის როცა მე ვლოგებს ვიღებ ეგ ყველაფერი არის ჩემი ხასიათიდან და ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე მე რასაც ვსაუბრობ ამიტომ შეგიძლიათ დამეთანხმოთ შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ არ არის პრობლემა მაგრამ ნუ ვიზუალი განახეთ გარეთ შიგნითაც გაჩვენეთ რას გავს და ძრავი ავხადე და ნუ მოკლედ მინდა რომ ისევ დავახურო მაგრამ ეხლა მე მინდა ეს მანქანები შევადარო ერთმანეთს თუ როგორ დადიან უგზოობაში და ეხლა გაჩვენებთ ჩვენ ამ მანქანების შერკინებას. სანამდე ეხლა ჩვენ გავალ და ამ მანქანის მონაცემებს ერთმანეთს ოფროუდში შევადარებთ, მანამდე მინდა ერთ რამე დავაფიქსირო რა უბრალოდ. ყველას მინდა რომ ვთხოვო რა არ აქვს მნიშვნელობა უცხოელი იქნება თუ საქართველოში მცხოვრები ადამიანი ჩვენი მოქალაქე მაგას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა თუმცა რა თქმა უნდა უფრო მეტად პასუხისმგებლობა ევალება ყოველთვის აქ მცხოვრებ მოქალაქეებს უბრალოდ ეგეთ რაღაცას ნუ გააკეთებთ რა მეგობრებო რა ეს არის ჩვენი როგორც საკუთარ ეზოში არ შეიძლება რაღაცის დაგდება და დანაგვიანება აი ესე არ შეიძლება გარეთ ჩვენი ეზოს გარეთ იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი მოუფრთხილდეთ ძალიან გთხოვთ აი ამას ნუ გავაკეთებთ რა ბიჭო აქ ვერ გავრისკავ მე რა აქ ვერ ჩავალ იმიტომ რომ ძალიან ესე იგი ისეთი გზა არის ამ მხარეს ჩავარდნილი არ არის ჩემი მანქანა და ვერ გავრისკავ ვერც ერთ ვარიანტში რომ არ ამოყირავდეს რა და თუ ვინმეს ასე ვთქვათ გექნებათ სურვილი რომ იგივე მანქანა ესეთ ადგილას გამოცადოთ შეგიძლიათ რავი მოხვიდეთ და გადაიღოთ ვიდეო და გვაჩვენოთ მე ფიზიკურად ამ მანქანით ვერ გავრისკავ აქ ჩასვლას გამორიცხულია
ჩემი რო არ არის ეს მანქანა მაინც ვევრისკავ, თუმცა ისეთ ადგილებზე დამიბუქსავა, რომ სადაც წესით მარტივად უნდა ასულიყო. მთლიანობაში თუმცა არ არის ცუდი მანქანა, ეხლა აი აღმართში, რასაც ვაკეთებ და სადაც მივდივარ, შვენივრად ავიდა პრინციპში და ამ ამოცანას, ასე ვთქვათ, თავიც გაართვა. ნახოთ ამის შემდეგ უკვე Subaru რას იზამს და როგორ დაგვამახსოვრებს ის თავს. აბსოლუტურად სხვანაირად, თითქოს დახტისო რა და მოყვება კიდევაც, აბსოლუტურად სხვანაირად. არ ვიცი ძმაო რა. კი, მე მიყვარს Subaru, მაგრამ რომ მიყვარს, მით არ ვსაუბრობ ამ ყველაფერს. შეიძლება რომ სადმე რამე დაბრკოლება გქონდეს ხო აბსოლუტურად არსად არ მკოლდება ბიჭო აი გიჟივით დადის რა გიჟივით დადის დედას გეპიცებით აი მართლა გიჟივით დადის აი მაპატიოს Nissan-ის მოყვარულმა ადამიანებმა ვისაც Nissan X-Trail ძალიან გიყვართ პატივს გცემთ რაზეა საუბარი მაგრამ არ შეიძლება აი Subaru Outback-ის და Nissan X-Trail-ის შედარება თითქოს ერთი კლასია მაგრამ ცადა დედამიწა არ დადის ცუდად ის მანქანა ნამდვილად 2-0 ძრავიდან გამომდინარე 140 წელი აქვს ბოლოს და ბოლოს მეტი ხო არა და აქედან გამომდინარე ცუდად არ დადის მაგრამ ამ მანქანას რო შევადაროთ აი ცადა დედამიწა რა შედარებაც კი არ შეიძლება ისე მაგრად ამოვიდა ეს Outback-ი Subaru Outback-ი აღმართზე რომ საერთოდ არაფერი არ მიგძვნია სხვა კლასი არის, აი პირდაპირ ვიტყვი რა, სხვა კლასი არის. იმიტომ არა რომ მე Subaru მიყვარს. მაგიტომ არა. მე იმიტომ ვლაპარაკობ ამას რომ უბრალოდ ეგ არის ფაქტი, რომ ეს მანქანა სხვანაირად დადის და აქედან გამომდინარე მიყვარს ზუსტად Subaru. ძალიან დიდი განსხვავება არის. ჩასვლითაც კი სხვანაირად გას, მანევრიც აბსოლუტურად სხვანაირი აქვს ამას. ის Nissan X-Trail ძალიან აი ესე თითქოს აი ამოყირავდები სადაც არის ოდნავ ესეთი გზა გადახრილი გზა და გონია რომ თითქოს ამოყირავდებიო და დაკიდების სისტემა Subaru Outback-ის აბსოლუტურად სხვა არის და ძალიან განსხვავებული არის. ყარი არის მეტად არა და სიმაღლით ეს მანქანა უფრო მაღალი არის ეგ Subaru ვიდრე ის X-Trail. მიუხედავად ამისა დაკიდების სისტემა იმდენად ესე იგი კარგი აქვს ამ მანქანას რომ აი გადახრასაც იმდენად ვერ გზნობ. ეს იყო მეგობრებო მოკლე ტესტ-დრაივი Nissan X-Trail-ისა. ჩვენ შევადარეთ Subaru Outback-ს. რა თქმა უნდა Subaru Outback-თან გამავლობაში ნამდვილად ვერ მოვა X-Trail-ი, მაგრამ ისეთ ადგილებში იარა მე პირადად ნამდვილად გამიკვირდა, იმიტომ რომ ამ შედეგსაც კი არ ველოდი. რაღაც სიტუაციებშიც კი Subaru-ს ამ შემთხვევაში აჯობა X-Trail-მა იქედან გამომდინარე რომ მისი წინა ბამპერი არის შედარებით მოკლე და ამიტომ რაღაც ასე თქვა სირთულებს უფრო მარტივად გაუმკლავდა. თორემ რაც შეეხება მოჭიდებას, დაკიდების სისტემას, გადახრას და თვითონ ბლოკიროკის მუშაობას და პრინციპს Subaru Outback-თან რა თქმა უნდა ეს მანქანა ვერ მოვა. თუმცა მე გეტყვით რომ იმ ფაში რა ფაშიც ამ მანქანას ყიდის ჩვენი მეგობარი ირაკლი ნამდვილად არის შესაფერისი მანქანა და ქალაქში გამოიყენებთ კარგად და განმეორდები ტრასიდანაც შეგიძლიათ გადაუხიოთ და უგზოობაშიც მშვენივრად იაროთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. ვაშა ძალიან მაგარი იყო. აი უკან ამხარეს, აი ეს მოგწონთ ვინმეს სპილოს ხორთუმივით რაღაცა გძელი არის დაშვებული რა და აი ცხენს რო აქვს ბოდიში და გადმოგდებული ჩოჩორი აი ზუსტად ისი აქვს რა. ჩოჩორი არ ქვია იმას ცხენის ყლეს, თუ რა ქვია რავი. არა უშავს მანქანა რომელიც არის უნივერსალი არის
ჰა? რომელიც არის მანქანა, რომელიც არის უნივერსალი, ბოდიში.